მოგესალმებით, დღეს ოთხშაბათია და ტრადიციულად ამ დროს ჩვენ ხვდებით რადიო იმედის ეთერში გადაცემა მწვანე ეთერი. მე მსმენელს შევახსენებ, რომ გადაცემის მხარდამჭერია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და დღეს სწორედ მინისტრი ქალბატონი ხათუნა გოგალაძე არის ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ქალბატონო ხათუნა და დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ გადაცემაში სტუმრად. მოგესალმებით. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, შეშის მოპოვებასთან დაკავშირებით გუშინდლიდან ახალი ცვლილებები ამოქმედდა. იქნებ განგვიმარტოთ. სიამოვნებით, დიახ, 3 დეკემბრიდან გუშინდელი დღიდან ძალაში შევიდა ცვლილებები. ცვლილება არსებობს დადგენილება ტყისარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ, მთავრობის დადგენილება 2010 წლის და სწორედ ამ დადგენილებაში შევიდა ცვლილებები. ჯერ სანამ რა ცვლილება შევიდა მაგას ვიტყვი ჯობია ახსნა როგორი მდგომარეობა იყო მანამდე და რამ გამოიწვია ამ ცვლილების აუცილებლობა. აქამდე არსებული მდგომარეობით 2011 წლიდან დაწესდა ცოტა გაურკვეველი მდგომარეობა შეშის მოპოვებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ზღვარი არ იყო დაწესებული, უბრალოდ გაუქმდა 2011 წელს ზღვარი და შესაბამისად ერთ ადამიანს, ერთ პიროვნებას ან რაღაცა ჯგუფს შეეძლო, რომ შეესყიდა მთლიანად გამოყოფილი ტყეკაპი მთელი თავისი რესურსით, მთელი თავისი მოცულობით. ეს ტექნიკურად ხდება ასე, რომ ტყეკაპი გამოიყოფა, აიტვირთება მონაცემთა ბაზაში და ყველას მიუწვდება ხელი ამ ინფორმაციაზე, მაგრამ შემდეგ ერთი ჯგუფი ან ერთი ადამიანი ყიდულობდა ამ ტყეკაპს მთლიანად. რაც იმას ნიშნავს, რომ თქვათ სხვას, როცა მოუნდებოდა, რომ მისთვის კუთვნილი, მისი საჭიროებებიდან გამომდინარე შეშა შეეძინა და მივიდოდა ბანკში, ეუბნებოდნენ, რომ მთლიანად გაყიდულია ეს ტყეკაპი. შემდეგ ინტერესი ამ ადამიანების, რომლებიც ამ ტყეკაპს შეისყიდნენ, იყო ის, რომ რა თქმა უნდა გამოიტანათ და რეალიზაცია. რაც უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენი კანონმდებლობით აკრძალული, ანუ ესეც კანონდარღვევა არის, რომ მეტად მისი რეალიზაცია ხდებოდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამის გაკონტროლება საკმაოდ რთული იყო და სიტუაცია ჰქონდა ასეთი, რომ ადამიანებს, რომელთაც ნამდვილად სჭირდებათ შეშა და ბევრს სჭირდება შეშა რეგიონებში განსაკუთრებით, ელემენტარულად ხელი აღარ მიუწვდებოდათ, ან თუ მიუწვდებოდათ, უკვე ძალიან მაღალ ფასად, რასაც ის რეალიზატორი დაადებდა უკვე თავის საკუთრებაში მყოფ შეშას. ეს პრობლემა წამოვიდა თვითონ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, ამაზე დავიწყეთ მსჯელობა ბოლო პერიოდში, იმიტომ რომ მანამდე არ იყო ეს პრობლემა იდენტიფიცირებული, ჩვენთვის არ იყო ცნობილი და როგორც კი დაიწყო ამაზე საუბარი, მაშინვე დავიწყეთ მუშაობა ამ დადგენილებაზე. კერძოდ, შევიტანეთ ცვლილება, რომლის მიხედვითაც ერთ კომლს დაუწესდა ზღვარი 7 კუბური მეტრის ოდენობით. ეს რაოდენობა განსაზღვრული იქნა წინა წლებში მოპოვებული და მოხმარებული რესურსების ანალიზის შესაბამისად. გარდა ამისა, მოლაპარაკებები ჰქონდა თვითმმართველობებთან, რომლებმაც წარმოადგინეს სიები კომლების, ოჯახების და ესე იგი ამ კომლიდან, ოჯახიდან ადამიანს პირადობის მოწმობის ნომრით შეუძლია უკვე დღეიდან, გუშინდელი დღიდან პრინციპში მივიდეს ბანკში და გამოყოფილ ტყეკაპში შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ შეიძინოს ბილეთი, რომელიც მისცემს მას უფლებას, რომ მისთვის კუთვნილი, მისთვის გამოყოფილი, ასე ვთქვათ, 7 კუბური მეტრი საშეშე მერქანი მოიპოვოს ტყეში. თუ არის ცვლილებები თვითონ ბილეთის მოქმედების ვადებში? გარკვეული ცვლილებები შევიდა ბილეთის მოქმედების ვადებში და ესეც გამოწვეული იყო, ეს ცვლილებაც გამოწვეულია სწორედ ტყის რესურსების რაციონალური მოხმარების და ტყის რესურსების დაცვის მიზნით, აი ამ საჭიროებით არის უბრალოდ გამოწვეული. კერძოდ, აქამდე იყო ასეთი მდგომარეობა, რომ აი ამ ბილეთს, როდესაც შეიძენდა ადამიანი და ადამიანთა ჯგუფი, ბილეთის მოქმედების ვადა იყო 1 წელი და შემდეგ კიდევ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო 1 წელი და რამდენადაც ვიცი კიდევ შეიძლებოდა ამ რაღაცა უსასრულო პროცესი შეიძლება ყოფილიყო ეს გაგრძელება. აქედან გამომდინარე, ჯერ აქამდე არსებულ მდგომარეობას ახსნი, ძალიან ხშირი იყო და ეს პრობლემაც უკვე ჩვენი მეტყევეების და ასევე ადგილობრივი მოსახლეობიდან წამოსული პრობლემები მათ მიერ დაყენებული იქნა ეს პრობლემაც. შესაბამისად, ხდებოდა ასეთი რამ, რომ გამოყოფილ ტყეკაპში ეს ადამიანი, რადგან ბილეთის ვადა იყო საკმაოდ ხანგრძლივი, არ ითვისებდა ამ ტყეს რესურსს და წლების განმავლობაში შეეძლო რამდენჯერმე შესულიყო და როცა უნდა მაშინ გამოეტანა. ვითომ ეს შეიძლება ერთის შეხედვით ითქვას, რომ უიმე კარგია, მოქნილობას ასევს, მაგრამ მეორეს მხრივ ქმნიდა ძალიან დიდ პრობლემას. პრობლემას ქმნიდა იმ თვალსაზრისით, რომ ტყეკაპში 1 კუბური მეტრიც რომ იყოს დარჩენილი ასათვისებელი, იმ ტყეკაპის დახურვა ვერ ხდება.
იმიტომ რომ გაყიდულია იქ ის 1 კუბური მეტრით. შესაბამისად ტყეკაპი ვერ იხურებოდა. ეს პრობლემებს უქმნიდა თვითონ ტყის მცველებს ამ ტყეკაპის გაკონტროლების თვალსაზრისით ეს ერთი და მეორე, როდესაც ხშირად შეიძლება რამდენიმე წლის განმავლობაში დაშვებულია ტყეკაპში შესვლა, ეს ხელს უშლის ბუნებრივ რეგენერაციას და ტყის ბუნებრივ აღდგენის პროცესს, იმიტომ რომ მომავალ წელს რაღაც აღმონაცენი ამოდის იქ და როდესაც ისევ შედის ადამიანთა ჯგუფი და გამოაქვთ იქიდან მოათრევენ მოურებს თუ ტრანსპორტით თუ სხვადასხვა საშუალებებით ამას ეს აფუჭებს იმ ახალ აღმონაცენს. კიდევ დაბინძურება ხელახლა ხდება ამ ტყის, იმიტომ რომ მას ნარჩენი აქვს, რომელსაც სამწუხაროდ ძალიან იშვიათად რომ აქცევდნენ ყურადღებას და ამასაც ჩვენთან და თან უნდა მივხედოთ, რომ ტყეების დაბინძურება იგივე ხისტოტებისგან და მსგავსი ნარჩენებისგან არ ხდებოდეს. ამიტომ ეს ვადა ერთი თვე განისაზღვრა, ანუ 1 წლის ნაცვლად ახალი ცვლილების შესაბამისად ვადა გახდა 1 თვე, რაც არის აბსოლუტურად ოპტიმალური იმისათვის, რომ ადამიანი თავის კუთვნილ 7 კუბურ მეტრზე რომ აიღებს ბილეთს, როცა თვითონ გადაწყვეტს, რომ შეუძლია რომ ეს 7 სჭირდება და შეუძლია რომ 7 კუბური მეტრი შეშა გამოიტანოს ტყიდან, წავა იყიდის და იმ მოქმედებიდან ბილეთის ყიდვიდან 1 თვის ვადაში შეუძლია მას გამოიტანოს ეს შეშა. თუ რომელი 1 თვე იქნება, ამას თვითონ მომხმარებელი გადაწყვეტს, ეს არ არის შეზღუდული. იყო საუბარი საჯარო განხილვები აი ამ ცვლილებას არ ყოფილა ცვლილების მიღებამდე, რამდენად იყო მოსახლეობის აზრი დაუშვათ ჩვენ თავიდან აღვნიშნეთ, მაგრამ პრინციპში აღვნიშნეთ იმ კუთხით, რომ იდენტიფიცირება მოხდეს შემდეგ მოსახლეობის მხრიდან, მაგრამ შემდეგ უკვე 7 კუბური მეტრი რაოდენობა თუ იყო მოსახლეობასთან დაუშვათ გავლილი და შეთანხმებული. როგორც გითხარით, როგორც ვთქვი, ეს ამ პრობლემის იდენტიფიცირება მოხდა სწორედ მოსახლეობის მხრიდან. არაერთი ადამიანი მოდიოდა ჩვენთან, ამ თქვა თვითონ ჩემი ვიზიტის დროსაც რეგიონებში ძალიან ბევრი ადამიანი მიყენებდა ამ პრობლემას, რომ აი ვერ ყიდულობთ, იმიტომ რომ ერთი ადამიანი ყიდულობს, როდესაც ბოლო პერიოდს ვაფეს რომ თავიდანვე მომხდარიყო, გაცილებით მეტი დრო იქნებოდა ამ დადგენილებაში ცვლილებების შესატანად. როცა დადგა უკვე საჭიროება, როცა შეშაზე მიდგა საქმე, მანამდე ხალხს სხვა პრობლემები ჰქონდა, თქვა სხვა საკითხებზე იყო საუბარი უკვე ბოლო პერიოდში. და ეს მოსახლეობიდან იყო წამოსული თვითონ ეს პრობლემის დაყენება მოსახლეობიდან იყო. შესაბამისად, მე ვთვლი რომ აი ასეთი ფორმით სწორედ მოსახლეობა ამ მხრივ ჩართული იყო, მაგრამ მინდა აღვნიშნო ისიც, რომ რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა რომ ამისი საჯარო განხილვა გაგვეკეთებინა, იმიტომ რომ მაინც მოსახლეობას ეხება და ეს არის დადგენილება, რომელიც გარკვეულწილად ცვის, თუმცა დამერწმუნეთ აუმჯობესებს, არანაირად კი არა უარესებს, პირიქით აუმჯობესებს და დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობა, როდესაც კარგად გაერკვევა ამ ცვლილებაში, ძალიან კმაყოფილი დარჩება ამ შეტანილი ცვლილებებით. მაგრამ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ამისი საჯარო განხილვა გაგვეკეთებინა, თუმცა დროის სიმცირის გამო სამწუხაროდ ეს ვერ მოახერხეთ და მე საერთოდ ვთვლი, რომ საჯარო განხილვა და მოსახლეობის ჩართულობა მსგავსი ცვლილებების დროს ეს მხოლოდ ღირებულებას თუ მატებს დოკუმენტს და არა პრობლემას აქვს. უბრალოდ აქ იყო დროის სიმცირის მომენტი და ის რომ თვითონ მოსახლეობიდან იყო დაყენებული ეს ინტერესი. თუმცა რა თქმა უნდა ყოველთვის კარგია უფრო ფართო საჯარო განხილვის გაკეთება. ქალბატონო ხათუნა, კიდევ რაც ცვლილებებია დადგენილებაში, რადგან გაამახვილებთ ყურადღებას, რაც საინტერესო იქნება მოსახლეობისთვის და პირადად ეხება მას. კიდევ შევიდა რამდენიმე ცვლილება ამ დადგენილებაში, რომელიც ასევე მიმართული იყო მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ და მოსახლეობაში ტყის რესურსის სამართლიანი განაწილებისკენ. ყველაზე ვერ ვისაუბრებ ახლა, გამოვყოფდი ერთ-ერთ მათგანს, ეს არის სამასალე მერქანთან დაკავშირებული საკითხი. აქამდე არსებული მდგომარეობით სამინისტროში, როდესაც მოდიოდა გუბერნატორის განაცხადი მოსახლეობისთვის სამასალე მერქნის გამოყოფის თაობაზე, არანაირი მოთხოვნა არ არსებობდა, რომ ეს საკითხი ყოფილიყო შესწავლილი, დასაბუთებული მათი მხრიდან. გაიწერა ამ დადგენილებაში პროცედურები. წინა შემთხვევებში სამინისტროს ბრმად უწევდა გადაწყვეტილების მიღება, რომ გაეცა თუ არ გაეცა ეს სამასალე მერქანი. და რადგან ხშირად ძალიან ბევრ დიდ მოცულობის მერქანზე იყო მოთხოვნა შემოსული, თავს იკავებდა სამინისტრო. ამ დროს იჩაგრებოდნენ ის ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად რეალურად სჭირდებოდათ ესეთი გადაუდებელი ღონისძიებებისთვის, როგორიც არის თქვათ სახურავის შეკეთება და აივნის შეკეთება, რაზეც არის გათვლილი ესეთი სამასალე მერქნის გამოყოფა ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალური ჭრის ფარგლებში.
დაიხვეწა ეს პროცედურები, გაიწერა ვადები, თუ როგორ უნდა წარმოადგინონ, რამდენამდე უნდა წარმოადგინონ გუბერნატორებმა, რა დასაბუთებით. ალბათ გამკაცრდა კიდევაც. გარკვეულწილად გამკაცრდა ეს, მაგრამ მეორეს მხრივ ეს გამკაცრება მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ იმისკენ, რომ მას, ვისაც ნამდვილად სჭირდება ეს სამასალე მერქანი, მან აუცილებლად მიიღოს და არ მოხდეს ტყის რესურსის ასეთი გაფლანგვა. ეხლა ასევე მეორე საკმაოდ მნიშვნელოვანი თემა ახალი წელი მოდის და ნაძვის ხეები, რომელიც სიმბოლო ახალი წლის, თუ არის რაიმე ცვლილებები ნაძვის ხის მოჭრასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრს უყვარს ეს ნამდვილი ნატურალური ნაძვის ხე. ნატურალური ნაძვის ხე ძალიან კარგია ტყეში და ბუნებაში. ანუ რას აპირებთ ამ მიმართულებით? იმიტომ რომ მე ვიცი რომ და ჩვენი გადაცემის ბოლოს მინდა მსმენელს უთხრა პრემიერა შედგება სოციალური რგოლის, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მოამზადა სწორედ ნაძვის მოჭრასთან დაკავშირებით. ეს ერთ-ერთი სხვათა შორის საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ ადამიანების დიდი ნაწილი ამას უყურებს როგორც ლამაზია ბუნებრივი ნაძვის ხე სახლში და თითქოს ამაში ცუდი რა არის. შეხედვით არც არაფერი არ არის ცუდი, მაგრამ გააჩნია ეს ნაძვი როგორ არის მოპოვებული, საიდან არის მოპოვებული. სამწუხაროდ ძალიან ხშირ შემთხვევებში აი ეს ნაძვები, რომლებიც იყიდება თუნდაც სპორტის სასახლესთან და რაღაც სხვადასხვა ადგილებში. ეს არის არალეგალურად მოპოვებული ნაძვის ხეები. უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში ეს არის ასეთ წვერს აჭრიან ხეებს, სოჭს მაგალითად, იმიტომ რომ თვითონ დიდია და წვერ გადაჭრილი წიწვოვანი ხე ვეღარ იზრდება და ხმება ფაქტიურად იმისთვის, რომ რაღაც ცოტა ხნით ვისიამოვნოთ სახლში ცოცხალი ნაძვის ხით, ფაქტიურად ვახმობთ მთლიან ხეს, არა მარტო იმ გადაჭრილ ნაწილს, რაც რჩება ტყეში, იმასაც კი. ამიტომ ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. ჩვენი მხრიდან თქვენ როგორც ვსანეთ ერთი რომ თქვათ სოციალური რეკლამა გავა და ეს იმედი მაქვს რომ დააფიქრებს ადამიანებს იმათაც ვისაც მოჭრა აქვს თავში ჩადებული ახლა რომ საახალწლოდ ასეთი ბიზნესით დაკავდეს, ასევე იმათაც ვინცაც ცოცხალი ნაძვის ხე უნდა რომ სახლში გქონდეს, დააფიქრებს რომ ეს არ არის ნამდვილად კარგი, არც არაფერს ისეც არ მატებს ოჯახს ეს ცოცხალი ნაძვის ხე, მით უმეტეს როდესაც არალეგალურად არის მოპოვებული, ხშირ შემთხვევაში ვიმეორებ. მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს უკანონო არის, როგორც თქვი, ჯარიმები არის ამისთვის. პირველ შემთხვევაში, პირველად როცა ხდება ამ შემთხვევის აღმოჩენა 500 ლარით ჯარიმდება მომპოვებელი, ხოლო განმეორების შემთხვევაში უკვე 1000 ლარამდე იზრდება. მე არ მგონია, რომ რომელიმე მოსახლესთვის იყოს სასიამოვნო წინა საახალწლო პერიოდში 500 და მე შემდეგ მით უმეტეს 1000 ლარიანი ჯარიმით დაჯარიმება. ასევე არ არის ეს სასიამოვნო ჩვენთვის, არანაირად არ იქნება ჩვენთვის, არც ზედამხედველობის სამსახურისთვის, არც ერთი შესაბამისი სტრუქტურისთვის, ვინც ამით დაკავდება ამ პერიოდში და რომ ეს დააჯარიმოს, რა ჯერ ჯარიმებზე მინდა თქვა, რომ ეს არ არის ჩვენი რაღაცა დავაჯარიმოთ და ამით ბედნიერები ვიყოთ. არანაირად მით უმეტეს კიდევ ვიმეორებ წინა საახალწლო პერიოდში. ამიტომ გვინდა რომ ეს რაღაცა პრევენციული, გამაფრთხილებელი ღონისძიებები გავატაროთ, ეს იქნება წინასწარი ინფორმირება, ეს იქნება იგივე გამგებლებისთვის მიმართვა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არის რომ ეს ნაძვის რეალიზატორები წარმოადგენენ ცნობას გამგეობიდან, რომ ეს არის მათ საკარმიდამო ნაკვეთში მოპოვებული ნაძვი. შეიძლება ასეც იყოს ზოგიერთ შემთხვევებში, ხა რა თქმა უნდა, ამის ხელაღებით თქმა რომ არა ასეთი შემთხვევები არ არის, უბრალოდ, როდესაც გამგეობა ამის ცნობას გასცემს, გვინდა რომ ვთხოვოთ მათ, რომ იყვნენ ძალიან ყურადღებით, რადგან მოხდეს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილზე გადამოწმება და ამის მიხედვით გაიცეს ან არ გაიცეს ცნობა. ჩვენი მხრიდან ჩვენ გავაკაცრებთ კონტროლს თვითონ იმ სატყე უბნებზე, საიდანაც შესაძლებელი არის არალეგალურად მოპოვება ნაძვის, სადაც არის ეს ნაძვი ფიჭვი თუ სოჭი ანუ წიწვოვანი სცენარეები. გარდა ამისა, გავაკონტროლებთ თბილისის შემოსასვლელებს, რადგან სწორედ თბილისის არის ძირითადი ბაზარი ამისთვის, მაგრამ კიდევ ამბობ, უკვე მოჭრილ ნაძვს აღარაფერი ეშველება. ერთადერთი რაც მოხდება, რომ დაჯარიმდება ადამიანი და ამიტომ თუ ამ ეთერის გამოყენებაც შეიძლება ამისთვის, ალბათ ძალიან კარგი საშუალებაა, რომ ვინც გვისმენს, ყველას მივმართოთ თითოეულ მოსახლეს, თითოეულ ადამიანს,
რომ ნუ ჩაიგდებენ თავს უხერხულ მდგომარეობაში. ნუ გაიფუჭებენ წინა საახალწლო განწყობას, იმიტომ რომ ასეთი სახით მიღებული შემოსავალი დამერწმუნეთ, ეს ძალიან ვნებს ჩვენს დღეებს და შემდეგ შეიძლება უშუალოდ თვითონ ამ მომპოვებელზეც აისახოს უარყოფითად, რადგან დიდი ალბათობით დაჯარიმდებიან ეს ადამიანები. შეიძლება ესეთი რაღაც გაკეთდეს, როგორც ადრე ალბათ მახსოვრებად ბზასთან დაკავშირებით, როდესაც პირდაპირ ქოთანში იყიდებოდა და ეხლა უკვე იყიდება ბზა, იმიტომ რომ არ გაკაფული იყო და ნაძვის შემთხვევაში რამდენად დაუშვათ სანერგეები შეიძლება რომ მოხდეს უკვე ქოთნით ცოცხალი ნაძვის გაყიდვა, იმიტომ რომ ძალიან კარგი იქნება. ჩვენ გვქონდა სანერგეებთან შეხვედრა, ეს რა თქმა უნდა ყველაზე კარგი რომ თუ თქვათ მაინც ადამიანს უნდა რომ ჰქონდეს ცოცხალი ნაძვი, ხამის უფლებას უნდა ჰქონდეს ამ ადამიანს. ჰქონდა სანერგეებთან შეხვედრა, თუმცა ესეთი საინტერესო ინფორმაცია გავიგეთ, რომ ჩვენთან სანერგეებში როგორც ასე ცოცხალი ნაძვების გამოყვანა რეალიზაციისთვის არ ხდება, ხდება მისი შემოტანა სხვა ქვეყნებიდან. რატომ საინტერესოა? ხო, რატომ საინტერესოა? ალბათ იმიტომ, რომ ამაზე დიდად კონტროლი რო არ იყო, ყოველთვის შეიძლებოდა უკანონო ნაძვით დადგმა სახლში, შესაბამისად მოთხოვნა ამაზე არ არსებობდა. მე ძალიან მინდა რომ ამ ხრივ იგივე ჩვენ სანერგესაც ჩვენ გვაქვს არტიჯალაში სანერგე, ამ ხრივ ძალიან განვავითაროთ იგივე ბზების მიმართულებით და იგივე ნაძვების მიმართულებით განვითარდეს, რომ თუ უნდა ადამიანს კონდეს მას საშუალება, რომ შეიძინოს კანონიერი გზით მოპოვებული ნაძვი და მით უმეტეს თუ ეს ქოთანში იქნება, შემდეგ გადარგავს თავის ეზოში და ამით საქმე კიდევ უფრო გაკეთდება და ყველა ბედნიერი და კმაყოფილი იქნება. ქალბატონ ხათუნა, მინდა კითხოთ მწვანე ბიზნესის კონკურსი დაიწყეთ დაახლოებით 1 თვის წინ, თუ არ ვცდები, როგორ მიმდინარეობს და რამდენად დაინტერესდა ბიზნესი, რომ ჩაერთოს ამ მწვანე კონკურსში? ბიზნესი ამით დაინტერესდა, შემოსულია განაცხადები ამასთან დაკავშირებით. ვადა არის 15 დეკემბრამდე, ანუ კიდევ ველოდებით ჩვენ სხვა ბიზნესებიდანაც ამის ასე ვთქვათ, განაცხადების შემოსვლას და სადღაც უკვე იანვარში მოხდება გამოვლენა მწვანე ბიზნესის. იცით რომ სხვადასხვა ნომინაციები გვქონდა მწვანე ბიზნესის კუთხით, იქ ვთქვათ უფრო ენერგოეფექტური, მწვანე მობილობის, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანსპორტირებას რამდენად ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს ხმარობს და რამდენად ესეთი მცირე, როგორ ვთქვა, მცირე გამავლობის თუ ნაკლები საწვავის მოხმარების კუთხით ასე ტრანსპორტს გამოიყენებს და რამდენიმე საინტერესო ნომინაცია იყო. ვფიქრობ, რომ ბიზნესი ამით დაინტერესდა, თუმცა ასეთ საკითხებს მაინც პოპულარიზაცია უნდა და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენ ამ პრაქტიკას, ჯერ ვნახოთ რა შედეგებს მოგცემს ეს შემოტანილი განაცხადები და უკვე იანვარში მოხდება მათი დაჯილდოება. და ბოლოს მინდა დაგისვათ კითხვა, პრინციპში ახლა ყველაზე აქტუალური იყო ეს შეშა, ნაძვის ხე. აი ამის შემდეგ რა არის პირველ რიგში ყველაზე პრობლემური, რომელსაც უნდა გარემოს დაცვის სამინისტრო მიაქციოს ყურადღება და უკვე რაღაცა გადაჭრის გზები როგორი იქნება? რა საკითხია ეს? ასე ერთი საკითხის გამოკვეთა ძალიან რთული იქნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მიმართულება და ვერ გეტყვით რომ რომელიმე მიმართულებით ესეთი კარგი მდგომარეობაა, რომ ის თავისით მიდის და ამიტომ ნაკლები ყურადღება სჭირდება ჩვენი მხრიდან. მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ისე დღესთან დაკავშირებული საკითხები რჩება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ჩვენთვის, იმიტომ რომ ეს დებულებაც და დადგენილებაც, რასაც საუბრობთ, დღეს მაშინ კიდევ ბევრი სხვადასხვა ცვლილებები შევიდა, ჩვენ უბრალოდ დრო არ გვაქვს რომ ასე ვისაუბროთ. ეს დადგენილებაც მე პირადად ვთვლი, რომ ეს არის გარკვეული პერიოდისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ტყის კოდექსი, რომელიც ამჟამად ძალაშია, ფაქტიურად არ მუშაობს. საჭიროა ახალი ტყის კოდექსის შემუშავება. რადგან ის კოდექსი არ მუშაობს, სწორედ აი ამ დადგენილებებით ხდება დარეგულირება ტყესთან დაკავშირებული საკითხების. ამ შემთხვევაში მოპოვების წესების არის აღდგენასთან დაკავშირებული წესები, დადგენილებით დარეგულირებული ასევე და ასე შემდეგ. შესაბამისად, საჭიროა რომ ეს ყველაფერი გასწორდეს, ეს მოექცეს ერთიან საკანონმდებლო ჩარჩოში. ამიტომ ტყესთან დაკავშირებული საკითხი მხოლოდ ამით არ მთავრდება არანაირად. ეს არის უბრალოდ აუცილებელი საჭიროებიდან გამოწვეული ცვლილება, რაზეც დღეს ვისაუბრეთ. სამომავლოდ ეს სამომავლოდ არ გულისხმობ 5 და 10 წლის შემდეგ უკვე იანვრიდან თებერვლიდან უკვე დაწყებული გვაქვს ამაზე მუშაობაც კი. იგივე ტყის კოდექსთან დაკავშირებით, სადაც
იმ ტყის სატყეო პოლიტიკის დოკუმენტზე დაყრდნობით, რომელიც შემუშავებული იქნა სამინისტროს მიერ და რომელიც გადაგზავნილია პარლამენტში დამტკიცებისათვის და რომელიც გახდება საბაზისო დოკუმენტი შემდეგი რეფორმებისათვის სატყეო სექტორში. სწორედ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით უნდა მოხდეს სატყეო რეფორმის დოკუმენტის სამოქმედო პროგრამის შემუშავება, უნდა მოხდეს კანონმდებლობის შემუშავება. ამასთან ერთად აუცილებლად გაგრძელდება ის ღონისძიებები დღეში, რაც დავიწყეთ უკვე წელს, ეს არის ინვენტარიზაცია, მოვლა აღდგენის სამუშაოები, განაშენიანება იგივე ბორჯომის გადამწვარ დღეებში და ასე შემდეგ. ეს რაც შეეხება დღეს, ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ჩვენ ნარჩენებთან დაკავშირებულ საკითხებს. იცით რომ დღემდე საქართველოში არ იყო კანონი ნარჩენების შესახებ, ევროკავშირის დახმარებით შემუშავდა ეს კანონ პროექტი, რომელიც დაგზავნილია პარალელურ უწყებებში განსახილველად და ეს კანონ პროექტი საკმაოდ ახალ და ისეთ ინოვაციურ მიდგომებს, ევროპულ მიდგომებს გვთავაზობს ნარჩენების მართვის სფეროში. დიდი იმედი მაქვს რომ აი ამ კანონის ამოქმედების შემდეგაც ამ პრობლემას თანდათანობით მოევლება. ასოცირების შეთანხმება, ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. აქვე მინდა ვისარგებლო და მიულოცო ყველას თვითონ მოქალაქეს ესეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმოწერა, პარაფირება და მასში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გარემოს დაცვის საკითხებსაც. კერძოდ ჩვენ ვიღებთ ვალდებულებებს, რომ მოვახდინოთ ჩვენი ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის გარკვეული დირექტივების გარკვეულ დებულებებთან. სწორედ როდესაც ნარჩენების კანონზე ვლაპარაკობ და ნებისმიერი კანონ პროექტი, რასაც ჩვენ ვიწყებთ მუშაობას, უკვე ვცდილობთ, მიუხედავად იმისა, რომ იმ შეთანხმებაში ვადები არის გაწერილი, რომ რა პერიოდში რასთან უნდა მოხდეს ჰარმონიზება, ჩვენ უკვე ვცდილობთ, რომ ჩავდოთ ის ელემენტები, რაც ამ დირექტივებით არის მოთხოვნილი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აი ამ ეს არ იქნება მარტივი პროცესი, ფაქტიურად ჩვენ სფეროში, გარემოს დაცვის სფეროში ძალიან ბევრი კანონ პროექტის, ახალი კანონ პროექტის შემუშავება მოგვიწევს და არსებულ კანონ პროექტების გადახედვა და ჰარმონიზება მეორე არ იქნება ეს რთული ადვილი პროცესი, მაგრამ იქნება ძალიან შედეგის მომტანი, რასაც დიდი იმედით ვუყურებთ. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენი დრო ამოიწურა, მე მსმენელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ხათუნა გოგოლაძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გადაცემის მხარდამჭერი, სწორედ ეს სამინისტროა. მე ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით, ნახვამდის. ნაძვის გაზრდას 30 წელი სჭირდება. იგი დაახლოებით 300 წელიწადს ცოცხლობს. ნაძვის მოჭრას სულ რაღაც 5 წუთი სჭირდება, არა და 10 დღეში უკვე ნაგავს საღელზე აღმოჩნდება. ხალხო, ძალიან გთხოვთ, ნაძვს ნუ მოჭრეთ რა. აი, ძალიან გთხოვთ. დიდი მადლობა. ნაძვის უკანონო მოპოვებისთვის დაწესებულია ჯარიმა 500 ლარი. განმეორების შემთხვევაში იგი 1000 ლარამდე იზრდება. იზრუნეთ გარემოზე.